გამარჯობა! ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ისტორიულ ფაქტებზე, რომლებიც დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ. თუ მოგწონთ ასეთი სტილის ვიდეოები და ალაიქეთ ეს ვიდეო, ნახლა კი დავიწყოთ. შერიფი ზომავს ქალის საცურაო კოსტიუმს, თუ დადგენილ ზომაზე მოკლე აღმოჩნდა. გამოწერილი იქნება ჯარიმა. ეს ფოტო გადაღებულია ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წელს. ახლა ხომ 2020 წელია. ახლა როგორი იქნებოდა ეს პროფესია? როცა პარიზი გერმანელებმა დაიკავეს, ჰიტლერი იმ დღესვე იქ გაჩნდა, ეიფელის კოშკთან დადგა და თავის პირად ფოტოგრაფს, ჰოფმანს უთხრა: გადაიღე ჰოფმან, დღეს ეიფელის კოშკთან, ხვალ ბრუკლინის ხიდზე, ზეგ კი ნიუ-იორკის სათამჯერებთან. ძველი წელთაღრიცხვის 216 წელს, რომის სამხრეთით, კანესთან მოხდა ბრძოლა, სადაც რომის არმია ორი კონსულის მეთაურობით დაუპირისპირდა ჰანიბალს. ჰანიბალს ჰყავდა 50,000-იანი ჯარი, რომაელებს კი 86,000 მეომარი. ჰანიბალმა იცოდა, რომ მისი ჯარი რომაელების მრავალრიცხოვანი მეომრების დაწოლას დიდხანს ვერ გაუძლებდა. ამიტომ მან გადაწყვიტა მტერი ფლანგებიდან და ზურგიდან გაენადგურებინა. მან თავისი ქვეითი ჯარი ნახევარმთვარისებურად განალაგა. ამით რომაელები თავისი არმიის განლაგებაში ღრმად შეიტყუა, რითიც მათ ფლანგები გააშიშვლეს. კართაგენელების ცხენოსნებმა რომაელთა ჯარს შემოუარეს, ალყაში მოაქციეს და ზურგიდან დაარტყეს. ჰანიბალმა ამ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. კანეს ბრძოლა ისტორიაში ტაქტიკურად ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბრძოლად ითვლება. ფოტოზე ხედავთ ეიფელის კოშკის შეღებვის პროცესს, 1932 წელი. მაქსიმილიან რობესპიერი პარიზში მდებარე კაფეს რეჟანსის ხშირი სტუმარი გახლდათ. ამ კაფეში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მაგიდასთან მარტო მჯდომ რობესპიერს წინ დაუჯდა ლამაზი გოგონა. მის დაუკითხავად, მაგიდაზე დადებული ჭადრაკის ქვები წესის მიხედვით განალაგა და პირველი სულაც გააკეთა. მაქსიმილიანმა ინსტინქტურად საპასუხო სულა გააკეთა და გაჩაღდა კიდეც ორთა ბრძოლა ჭადრაკში. რობესპიერი საკმაოდ კარგად თამაშობდა და სახელიც ჰქონდა განთქმული ამით. მიუხედავად ამისა, სამი პარტია წააგო. თქვენ კაფე რეჟანსში დადგენილ წესებს იცნობთ? ჰკითხა რობესპიერმა გოგონას. ვიცნობ, იყო პასუხი. თუ კი იცნობთ, ვალდებული ხართ დაასახელოთ თქვენი სურვილი. ერთი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება. მე მოგიგეთ მისი თავი და მეკუთვნის კიდეც. თვალითვალში გაუყარა გოგონამ საფრანგეთის უმაღლეს ხელისუფალს. რობესპიერმა მოითხოვა კალამი და ფურცელი, რის შემდეგაც დაწერა ბრძანება ერთ-ერთი სიკვდილმისჯილი ფრანგი თავადის შესახებ. აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ სიკვდილით დასჯას გადარჩენილი ფრანგი თავადი მაქსიმილიანის საჭადრაკო დუელში გამარჯვებული ქალის საქმრო გახლდათ და ეს რომ სახუმარო გადაცემა იყოს, ვიტყოდი რომ ეს ქალი გახლდათ აინშტაინი. ეს ჯონ როკფელერია. ის ოცნებობდა ეცხოვრა 100 წელი და გამოემუშავებინა $100,000, მაგრამ იცხოვრა 97 წელი და გამოიმუშავა 318 მილიარდი. სამწუხაროდ ყველა ოცნება არ ხდება. იმისათვის რომ ბურთულიან კალამს დაეწერა ნულოვან გრავიტაციაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახარჯა მილიონობით $. რუსები კი კოსმოსში იყენებდნენ ჩვეულებრივ ფანქარს მისი სტრუქტურის შეცვლის გარეშე. ასეთი ისტორიები რუსებზე ძირითადად სულ პირიქით არის ხოლმე, თუმცა ალბათ ეს გამონაკლისია. ალექსანდრე მაკედონელის საფლავზე ეპიტაფიად დაწერილი იყო შემდეგი სიტყვები: ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც მთელი მსოფლიო არ ყოფნიდა. ამერიკელმა მილიარდელმა და ბიზნესმენმა ჰენრი ფორდმა სახელი იმით გაითქვა, რომ 1893 წელს საკუთარი მანქანის მოდელი შექმნა, ხოლო 1903 წელს ფორდის ავტოკომპანია დააარსა. 1909 წელს კომპანიამ მანქანების მასიური წარმოება დაიწყო და სამანქანო ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. ძალიან მალე ფორდი ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო კომპანია გახდა. ცნობილია, რომ ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება $188 მილიარდამდე გაზარდა. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მის ქარხანაში არსებობდა ერთი ძალიან საინტერესო მუშათა გუნდი, რომელსაც მილიარდელი ფულს უსაქმურობაში და დროის უქმად გაყვანაში უხდიდა. ეს იყო მუშების სარემონტო გუნდი, რომლის მთავარი მოვალეობა ფორდის ცნობილი კონვეიერის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა იყო. ამ გუნდის წევრებს ფულს იმ საათებში უხდიდნენ, რომელსაც დასვენების ოთახში ატარებდნენ. როგორც კი კონვეიერზე ავარია ხდებოდა, სარემონტო გუნდის მუშები დასვენების ოთახს ტოვებდნენ და კონვეიერის შეკეთებას იწყებდნენ. ამ დროს სახელფასო მრიცხველი ჩერდებოდა. სწორედ ამიტომ სარემონტო მუშათა გუნდი ყოველთვის ცდილობდა კონვეიერის რემონტი უმოკლეს დროში და ძალიან ხარისხიანად ჩაეტარებინა. უამრავ ფილმში თუ ანიმაციაში ვიკინგებს ყოველთვის წარმოგვიდგენენ როგორც
ბინძურდა დაუბანელ ქალებს თუ კაცებს. რეალობა კი ძალიან სხვაგვარი იყო. ისინი ყოველთვის უვლიდნენ საკუთარ გარეგნობას. სავარცხლები, პინცეტი, საპარსი. ყველაზე ხშირად არქეოლოგები სწორედ ამ ნივთებს აწყდებიან ვიკინგების ძველი ნასახლარების დამუშავების დროს. ასევე ხშირად ხვდებათ საპნის ნარჩენები, რომლებსაც ვიკინგები თავად აკეთებდნენ. ისინი განსაკუთრებით უვლიდნენ თმას და ფრჩხილებს. და კაცები ამას ქალებზე არანაკლები მონდომებით აკეთებდნენ. ერთხელ იბრაგიმს ერთადერთი ცხენი გაიქცა. შეიკრიბდნენ მასთან მეზობლები მწუხარების გამოსახატავად. ეს რა უბედურება დაგმართნია იბრაგიმ, გამოთქვამდნენ მწუხარებას მეზობლები. იბრაგიმმა უპასუხა: არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. მეორე დღეს დაბრუნდა ცხენი და კიდევ ერთი გარეული ცხენი მოიყვანა. ახლა მიცვივდნენ მეზობლები და მიულოცეს ეს ამბავი. რა კარგია ცხენი დაგიბრუნდა და თან ასეთი ლამაზი და ჯანსაღი ცხენიც მოიყვანაო. იბრაგიმმა უპასუხა: არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ერთ დღეს იბრაგიმის ვაჟმა ახალი ცხენის გახედნა მოინდომა, რა დროსაც გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. კვლავ შეიკრიბდნენ იბრაგიმის მეზობლები. რა საშინელებაა? ცხენი გაიქცა. შემდეგ დაბრუნდა, თან გარეული ცხენი მოიყვანა, რომელმაც შენ შვილს ფეხი მოსტეხაო. იბრაგიმი კი კვლავაც იგივეს პასუხობდა: არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ცოტა ხანში ომი დაიწყო და ყველა ახალგაზრდა გაიწვიეს. იბრაგიმის შვილი კი არ წაიყვანეს, რადგან მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ამ დროს ომს ფაქტიურად ვერცერთი გაწვეული ახალგაზრდა ვერ გადაურჩა. აი მხოლოდ ამის შემდეგ აიხედა იბრაგიმმა ცაში და თქვა: აი ახლა ზუსტად ვიცი, ჩემი ცხენის გაქცევა ჩემსავე სასიკეთოდ მოხდა. და ეს რომ იუმორისტული გადაცემა იყოს, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს ცხენი იყო აინშტაინი. მიხდით ალბათ, რომ ეს არ იყო ისტორიული ფაქტი, თუმცა ეს იგავი ძალიან მომეწონა და ჩავსვით ჩვენს ვიდეოში. 1950-იან წლებში თამბაქოს რეკლამა ასეთი იყო: მოწევა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. გალაქტიონ დაბიძე ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო და ხშირად ბავშვებთან თამაშით ერთობოდა. იგი ამ დროს თავის მოწინააღმდეგეს ფიგურას პარავდა ხოლმე და ასე აგრძელებდა თამაშს. თუ ბავშვი ამას მიხვდებოდა, გალაქტიონს უხაროდა, შეაქებდა და თავზე ხელს გადაუსვამდა ხოლმე. რომის პაპ გრიგოლ მეცხრეს იმდენად სჯეროდა, რომ კატები ეშმაკის შთამომავლები იყვნენ, გასცა ბრძანება, რის შემდეგაც გაანადგურეს პრაქტიკულად ყველა კატა, საბოლოოდ ვირთხების გავრცელებით და შემოსევებით, ეგრეთ წოდებული ბურბონის ჭირით, მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ახლა კი კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. ესკობარს უდიდესი ძალაუფლების გარდა, უდიდესი ზეგავლენაც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ის ამერიკაში კონტრაბანდული კოკაინის 80%-ს აკონტროლებდა. გარდა ამისა, უოლ-სტრიტზე მიმდინარე სავაჭრო პროცესებშიც აქტიურად იყო ჩართული. ესკობარის პროდუქტის მოცულობა ძალიან დიდი იყო. ის უზრუნველყოფდა კოკაინის 15 ტონის მიწოდებას ყოველდღიურად. ბატონი პაბლო ფლობდა 25 მილიარდ დოლარზე მეტს. 1989 წელს ჟურნალმა Forbes-მა იგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა. ერთხელ ესკობარის ოჯახი მთაში დამალულ ფერმაში იმალებოდა. ამ დროს ნარკობარონმა 2 მილიონი დოლარი დაწვა საკუთარი გოგონას გასათბობად. ესკობარი 2500 დოლარის რეზინის სამაჯურებს ყიდულობდა ყოველთვიურად ფულის დასტების შესაკრავად. ერთხელ ესკობარმა კოკაინი თვითმფრინავის საბურავებში დამალა. პილოტმა ამ რეისისთვის 9 მილიონი დოლარი გასამჯელო მიიღო. ყოველწლიურად მილიარდზე მეტ დოლარს ესკობარის ქონებიდან ვირთხები ანადგურებდნენ. ნარკობარონი თავის ფულს ძველ საწყობებში და სამარხებში მარხავდა. თანხის დაახლოებით 10% მღრღნელების იყო ხოლმე. ესკობარი კოლუმბიის ქალაქ პუერტო-ტრიუნოფოში დიდ მიწის ნაკვეთს ფლობდა. დასასვენებელი ადგილი მოიცავდა უზარმაზარ აუზს, ზოოპარკს ბეჰემოტებით, ჟირაფებითა და სპილოებით. ესკობარი დაადანაშაულეს 4000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში, მათ შორის კოლუმბიის პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობაში. მას ჰქონდა ასევე თავისი პირადი ციხე, სადაც მეფესავე ცხოვრობდა და ბოლოს ნარკობარონი ემსხვერპლა კოლუმბიურ პოლიციასთან დაპირისპირებას. თუმცა არსებობს თეორია, რომ მან თავი მოიკლა, რადგან ტყვია მარჯვენა ყურთან უპოვნეს. სწორედ ისე, როგორც ესკობარი თავის მოკვლას გეგმავდა და ამის შესახებ თავის ძმას უყვებოდა ხოლმე. ეს გახლავთ კოლუმბიელი, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მანიაკი მსოფლიოში, პედრო ლოპესი. ის შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, იმის გამო, რომ მან 1983 წელს 100 გოგონა მოკლა და საერთო ჯამში 300-მდე ადამიანის მკვლელობა აღიარა, როდესაც დაიჭირეს 20 წელი მიუსაჯეს. თუმცა ფსიქიკური არამდგრადობის გამო სამკურნალო დაწესებულებაში გადააგზავნეს, სადაც განკურნებისთვის და კარგი ქცევისთვის ვადამდე ადრე გაანთავისუფლეს 1998 წელს. როგორც ამბობენ, ის დღემდე ცოცხალია.
თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია და კოლუმბიური ისტორიებით დავასრულეთ ვიდეო. ეს ადამიანი, ვისაც ბოლოს ვისაუბრეთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფსიქოპატია იმ მკვლევარებისთვის, ვინც იკვლევს სერიულ მკვლელებს. და ლაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ. შემდეგი ვიდეოსთვის ვეცდები კიდევ უფრო საინტერესო ფაქტები მოვიძიო. ნახვამდის.